დილამშვიდობისა ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში დავბრუნდით და დავბრუნდით იმ დანაპირებს სტუმართან ერთად, რომელიც ჩვენ უკვე გვერდს გვიმშვენებს. რა თქმა უნდა, აბა რომ დამეთქვით, დღეს ჩვენი სტუმარია ვიქტორია პრეშაკოვა, რომელიც უკვე 15 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ის 15 წლის იყო, როდესაც წავიდა აქედან და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იქაურ სამოდელო სააგენტოში ერთ-ერთი წარმატებული გოგონაა. მე მინდა ის ჩამონათვალი წავიკითხო და რომელიმე არ გამომჩნდეს. აბა რა Elite Model Management Miami, Elite Model Management New York. Chanel-ის ტუჩსაცხის სარეკლამო ფოტოსესია, Avon-ის სარეკლამო გადაღება, ჟურნალები Vogue და New York Bazaar. ეს არის ის ჩამონათვალი, სადაც ეს ადამიანი სავარაუდოდ არასრული. არასრული, რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი იმ ჩამონათვალისა. დილამშვიდობისა, ვიქტორია, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ და მინდა დავიწყო სულ თავიდან. შენ იყავი 15 წლის ხო, ხო არ მეშლება 15 წლის, როდესაც გაიმარჯვე სილამაზის კონკურსში. დიახ. და მერე მოხვდი ნიუ-იორკში. დიახ. აი ეს გითხარი როგორ მოხდა? ეს ხო ყველა ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში, მაგრამ იქვე მთავრდება იმ წელს მათი სამოდელო მოღვაწეობა ხშირად არის მათი ყველაფერი. ხო, არ გრძელდება ესე წარმატებული. ნუ მე ჩავედი ისე დროს, როცა იყო აი 15 წლის უკან და ცხოვრობდი იქ ნიუ-იორკში კონტრაქტით და ჩავედი ჩინეთში და მე ჩავედი ნიუ-იორკში და იქ დავიწყე ცხოვრება მანჰეტენზე. ეს იყო პირველი შემოთავაზება? დიახ, ხო. რომელ სააგენტოსთან მუშაობდი პირველად? ეს სააგენტო იყო მეტროპოლიტენ ერქვა, ესე იყვნენ გერმანელები, რომელიც ჩაატარეს კონკურსი. საქართველოში ჩატარდა ეს კონკურსი. პირველად ხო. საქართველოში ჩამოიყვანეს სუპერმოდელი კლაუდია შიფერი, უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოვიდა, იმიტომ რომ თხოვდებოდა. ვიზესობა კლაუდია შიფერზე, ხო გამარჯობა. და ისე რა ქვია, ჩამოიყვანეს ერთი გოგო ბრენდი, რომელიც იყო შანელის მოდელი, ისეთი მულატკა გოგო იყო. კი. შავგრემანი. ცოტა შავგრემანი. და მაგათმა ამირჩიეს პირველი ადგილი და მომიწიეს კონტრაქტით ნიუ-იორკში. და ამდენი ხანი იქ ცხოვრობდი. მოდი, ჩვენ პატარა კოლაჟი გვაქვს აუცილებლად განვაგრძობთ საუბარს, მაგრამ მანამდე მოდი ვნახოთ როგორ ცხოვრობს ჩვენი სტუმარი, რას საქმიანობს და შემდეგ დაბრუნდებით ეთერში. ნინიკეის კუდები ვიცანით, ასევე ქართველი ძალიან წარმატებული დიზაინერის, რომლის კუდებითაც მოხიბლულია ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი. დღეს ძალიან წარმატებული ხარ, მაგრამ როცა 15 წლის იყავი და უცბად აღმოჩნდი სხვა კონტინენტზე, მეგაპოლისში, ალბათ ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. და დღეს ვხედავთ ესეთ ლამაზ ფოტოებს, მაგრამ ცოტა ძველი პორტფოლიოც მოიტანე ჩვენთან და დავასვალიერებინოთ მაყურებელს. მე გამოგართმევთ ამ კარგით. პორტფოლიო და ჩვენ მივხედავთ აი ძალიან ბევრ საინტერესო ფოტოს ნახავთ, რომელიც გადაღებულია წასვლამდე. ზოგი წასვლამდე, ზოგი წასვლის შემდეგ. ეს თუ შეიძლება ჩვენ ოპერატორებს თხოვ და ნენელა ისაუბრეთ თქვენ არ არის ხო, მე აქ ნახე კიდე მანამდე მაშინ გამოგართმევ ერთი კატალოგი, ხო? ხო, სწორად ვიპოვე, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
ეს კატალოგი ალბათ თბილისში მცხოვრებ ბევრ მანდილოსანს ეცნობა, იმიტომ რომ ხშირად სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას ეძებენ ხოლმე, არ დავასახელოთ მაინც სახელი და გარეკანზე ვხედავთ ვის. ვის ავტორი? ეს ისტორიაც რომ მოგვიყვება. ხო, ეს არის ჩემი დეიდა ცხოვრობს ვაზიანში, ვიყავი იქ სტუმრად და მოიტანეს რაღაცეები, შამპუნები ისინი და ნუ ეს ქალი ეუბნება რომ ეს კაი შამპუნია რაღაც და რო დაიწყეს დათვალიერება. დეიდა შენ ეუბნება რა ასულებ ეს არის? უი, ეს ჩემი ნათესავია, ჩემი დიშვილია. აუ, ეხლა შენ ეს გოგო მოგეწონაო და იტყუ გვატყუებო. აღმოჩნდა რომ სრულიად შემთხვევით გიტყოს. და იქაც ერთი ბიჭია თმა შემაჭრა, ვანო ქვია და ისიც აურა კაი გოგო არისო და ისა. ვანო. კარგია, ესე იგი ჩვენი ოპერატორები გასუსულები არიან, ხმას არიღებენ. დაარჯეროდათ მე რომ ვიყავი, ანუ მაგას ვიძახ. ხო, დაუჯერებელი იყო. იცი რა მაინტერესებს ვიქტორია, არიან ისეთი ადამიანები, ვის შენთვის იყვნენ კუმირები და რაღაც ეტაპზე ცხოვრების იყო წარმოუდგენელი, თუნდაც მათთან ურთიერთობა და შენ ახლა მათთან მეგობრობ, როგორც საქმიანი, ხო, საქმიანი ურთიერთობა გაქვთ, ერთად გაქვთ ფოტოსესიები, არიან ესეთი ადამიანები. ქართველები? არა, ქართველები, უცხოელები. უცხოელები? ანუ ცნობილი ხალხი? რა თქმა უნდა. კი, როგორ არიან, ბევრს ხალხს ხედავ. ზოგჯერ ქუჩაში მოსეირნობენ. გაივლი, იქ დაინახავ ჯენიფერ ანისტონი მოსეირნობს. ანჯელინა ჯოლი არ მინახია არასდროს. ეგ ცოტა ისეთი ჩუმჩუმად. არ უყვარს მაგას ბევრი ხალხი. სარა ჯესიკა პარკერის კომპანიაში მუშაობდაო, ჩვენამდე მოაღწია ესეთმა ინფორმაციამ და რამდენად. მე აჯერ არ ვიცოდი, რომ ჯესიკას ჰქონდა თავისი ბრენდი. როცა დავიწყე იქ მუშაობა, მოვიდა იმაზე. იმ კონკურსზე თუ რაღაც გამოფენა რო იყო. ხო და მე შემოხვდი, მე რაღაცა ქორწილი იყო ბილ კლინტონის. რაღაცა ქორწილი, ან როგორ იტყვენ, აი ჩემი მეზობლის ქორწილი იყო. ბილ კლინტონის შვილის. ხო, ნუ ეს სააგენტოდან დამპატიჟეს, ელიტის სააგენტოდან და მივედი და იქ მოვიდა და მე ვიცანი რომ ხო და როცა მუშაობდი მაგის ბრენდზე მე შევედი ტუალეტში და ვისმევდი პომადას და მეთქი გავიპრანჭები ახლა და გავალ და ვნახავ და ჩავიხუტები და სანამ იმდენი გავიპრანჭე რომ მოვედი აღარ იყო წასული იყო ეს გაპრატო და დავშეზეთქვა დარჩი და მე მეორეჯერ მინდოდა ვნახო და ის შემთხვევით ეგ ვნახე ქორწილში ბილ კლინტონის და იქ გადავიღეთ სურათი მე იმაზე რა ქვია კიბერზე ანუ უკვე მუშაობდი მის კომპანიაში და მე შეხვდი მეორეჯერ ხო და ალბათ საინტერესო იქნება ვიქტორია თუ აპირებს საქართველოში რაიმე კარიერის ან ცოტა მეეჭვება. ხო, მეც მეეჭვება, ალბათ არ უნდა დამესვა ეს კითხვა, არ ვიცი. ან ქართულ დიზაინერებთან რეალურად არ გითანამშრომლია არასდროს. პრინციპში გასაკვირი არ არის. 15 წლის წინ უკან კი. ეხლა არა, ეხლა ჩამოვედი. მინდა რომ ზაფხული აქ გავატარო. მაგრამ მე დაწუნებული ვარ, მაგრამ რომ ძალიან ბევრი სააგენტო თვითონ მოვიდოდა შენამდე და ძალიან ბევრ საქმეს შემოგთავაზებდნენ ალბათ, ხო? ალბათ, არ ვიცი, ეხლა წინასწარ ვერ ვიტყვი. გეგმები არ მაქვს, მაგრამ ალბათ რა ვიცი. რა იქნება არ ვიცი, ნახოთ. არა, მე უკან მივდივარ 17 სექტემბერს კონტრაქტი. ნურას უკაცრავთ ის 17 სექტემბერს უკან მიფრინავს ასე რომ რა ვიცი იქამდე თუ რამოდენიმე ფოტოს გადაღებას მოვასწრებთ, კარგი იქნება. ჰაიდი კლუმის პროექტზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად, რომელშიც იღებდი მონაწილეობას ამ პროექტს საქართველოში ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. მეც ვუყურებდი, მაგრამ ეთყობა ის სეზონი არ მინახავს, რომელშიც უშუალოდ შენ მონაწილეობდი. ამ პროექტის შესახებაც მოგვიყევ. კი, მონაწილეობდი. ეხლა season 12 იქ გავდიოდით ფინალში, მაგრამ რაღაც ჩვენი დიზაინერი ვერ გაუძლო იმას ჩაკეტილობას და გავარდა შოუდან. და მეც როგორც გავარდი, იმიტომ რომ ჩვენი დიზაინერი გაქრა. აღარ იყო. მე ვიდა მაყურებელს. არ გაგემართლა დიზაინერი. ბევრმა ვერ გაუძლო ბევრამეს და ბევრმა ჩვენმა ოპერატორებმა ვერ გაუძლეს ალბათ ვიქტორია სილომას და ისინი გარეთ არიან გასვენილები და რა შესაქმე ვერ ვხვდები. არ ვიცი, მე ვერ აგიხსნი მას კითხე. ხო და რას მაგას გეუბნებოდით? მოდი რა შეეხება თბილისურ არდადეგებს. შენ გადაწყვიტე რომ დაისვენო საქართველოში 15 წლის შემდეგ. არის შეცვლილი თბილისი, საქართველო. 15 წელია საერთოდ არ ყოფილიყარ საქართველოში. კი, შეცვლილია. ცოტა პატარა მომეჩვენა. თბილისი, აი
დაპატარავდა. ალბათ თან გავიზარდე დაპატარავდა. გარდა ვთქვათ ამ საქმიანობისა კიდე როგორია შენი ცხოვრება ნიუ-იორკში, ესეც მოგვიყევი. ალბათ უკვე ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, იმიტომ რომ როცა ამდენი წელია იქ ცხოვრობ, მუშაობ, ბუნებრივია გაიჩენდი იმ წრეს, რომელთან ერთადაც დროს ატარებ, ვთქვათ თავისუფალ დროს. კი, მყავს ძალიან კაი მეგობრები, არიან მსახიობები. არის ნუგზარი ცომაია, დავით კუბლაშვილი, თეა თავის ცოლი. ჩვენ ძალიან მეგობრობთ, ერთად გავიზარდეთ. დუდაც თურმე მაგაცი კლასელი იყო. ანუ კლასელი უფრო სამსახიობო აქვს დამთავრებული ერთად. და აი ხალხთან მაქვს იქ თბილისში მეთქი. ნიუ-იორკს ვეძახი თბილისს და იქ რო ვარ ვეძახდი ნიუ-იორკს. აკავრობა. და იქ ვატარებთ ღერი ვართ. კითხულობთ, რავი, ყველაფერს ვაკეთებთ. ზღვაზე დავდივართ. როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი. ესე იგი მე წარმატება მინდა უსურვო, მაგრამ ეხლა რა ხდება? იცი რა უნდა მეთქვა? ხო ვერ წარმოგიდგენია ეხლა აქ ირინა შეიკის ქართული ვერსია რო გვიზის, რომ ილაპარაკებს მეგრულად და სვანურად და აღმოჩნდა რომ იცის. მეგრული? მოჭორე გჭიროთ. აი. ესე იგი გვალოჯგირი ხარ. ესე იგი კლინტონის შვილი და მისი ქორწილი ახსენა. ასევე ახსენა სარა ჯესიკა პარკერი. ასევე ახსენა ის ადამიანები რომლებზეც, რა ვიცი, საოცნებო და მათთან იღებს ფოტოებს, ეხლა მე გადავალ. მე გადაგიდებ თუ გინდა რომ სელფი გადაიღო. თუ შეიძლება წამოდექით. და ეს სელფი მინდა გადავიღო, ისი არ გამოვა არაფერი. გაიღიმე. გასკდი. მე მგონი სელფიში ყველაფერი არ ჩანს, შეიძლება რაც უნდა გამოჩენილიყო, იცი? კაი გამოვიდა. კაი გამოვიდა. კარგი გამოვიდა და დაწყვილები კარგი ერთად გადავიღო. ვაიმე რა? ამორ ულამაზეს გოგოში ეს ჯუჯაკაცი რატო აღმოუსწრი? არა, ერთი წამით. ჩემო ჯგუფში მაყურებლებო, მე შეიძლება დავარღვი ეს სტანდარტი არ უნდა გადამეღო, მაგრამ ბედნიერი დილა გაგითენ და ფაქტის ახეზე. თან მე გემშვიდობებით. მე მგონი რომ კარგი ფოტოებია რა სიტყვი. გემშვიდობებით, აი ესეთი ლამაზი დასასრული მოვიფიქრეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემისთვის. წარმატებულ დღეს გისურვებთ ვიქტორიასთან ერთად. აბა დროებით, წარმატებებს გისურვებთ. დროებით. აი ესეც ესე გასკდით გულზე. всё, კარგად იყავით. ძალიან დიდი მადლობა.